მერის შესაბამისი სამსახური და მერის მოვალეობის შემსრულებელი ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობდნენ ამ საკითხზე, რომ ბაღებისთვის, ბაღის მასშტაბლებლებისთვის და ასევე სხვა ეპების თანამშრომლებისთვის მომხდარ იყო ხელფასების მატება. ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური ტრანსფერით გამოყო ეს თანხა, როგორც კი ამის დასტური ჩამოვიდა, მაშინათვე რიგგარეშესტომა მოითხოვა მერიამ და რიგგარეშესტომაზე განაწილდა ეს თანხები. ასევე ავსახეთ ბიუჯეტში 1,70,000 სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების, რომელიც მთავრობის დადგენილებით, განკარგულებით არის შემოსული და ასევე 600,000 ლარი ნაშთის სახით, რომელიც წინაწლებიდან არის დარჩენილი, ეს აისახა დღეს. აქედან გამომდინარე, სულ ჯამში შეადგინა 26,325,225,000 ლარი განისაზღვრა წალენჯიხის ბიუჯეტი. ჩვენ გქონდა კომუნიკაცია ბუნებრივია ბაღის თანამშრომლებთან და მათ ოფიციალურად შევფერდით, რომ იანვრიდან გაეზრდებოდა ხელფასი. ბუნებრივია ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ და ვუძდით იანვრიდან ხელფასს. ანუ ის ნაწილი, რაც იანვარში ვერ ჩაერიცხათ, აუნაზღაურდებათ შემდგომ თვეებში. ანუ ის რაც შევფერდით ამ ადამიანებს, იმას ვასრულებთ. თუმცა კი როგორც ჩანს, რიგი ძალები შეგნებულად ცდილობენ, რომ ააბუნტონ თანამშრომლები და მათ შეუქმნან განცდა, რომ ჩვენ ან ვატყუებთ, ან არ ვუძვდით ხელფასებს. ეს მასე არ არის, ჩვენ ვუძვდით ხელფასებს და ძალიან კარგად იციან საზოგადოებამ, ჩვენმა თანამშრომლებმა, რომ რასაც ჩვენ შევხვდებით, იმას რა თქმა უნდა ვაკეთებთ. ჩვენმა ოპონენტებმა ძალიან კარგად იციან, რომ იმისათვის, რომ ხელფასებმა მოიმატონ, არ არის საკმარისი მხოლოდ მერის მიერ დამტკიცებული ბრძანება, სადაც ხელფასი იქნება მომატებული. ამისათვის საჭიროა თანხა. თანხა რომ მიეცეს შესაბამის აიბს, უნდა მოხდეს საკრებულოზე გატანა, აი როგორც დღეს მოხდა სხდომაზე და მიღების შემთხვევაში მათ ბუნებრივია გადაარიცხებათ ეს თანხა. ამ ეტაპზე გვაქვს თანხმობა 600,000 ლარზე, რომელიც დაუყოვნებლივ აისახებენ მათ ანგარიშსა და ნებისმიერ დროს ხვალიდან უკვე შეიძლება რომ გასცენ. ანუ ის რაც შეეხება აი ამ ყველაფერს, რომ რატომ გაჭიანურდაო, ველოდებოდით თანხებს, მივიღეთ ამაზე თანხმობა საბოლოო ჯამში, ჩვენ დღეს მივიღეთ თანხმობა, დღეს მოვიდა ამაზე თანხმობა, მანამდე ქონდა სიტყვიერი კომუნიკაცია, თანხმობა მოვიდა დღეს, შეგვიძლია გაჩვენოთ კიდევაც საბუთი. ერთ-ერთი სკვერის მოწესრიგება ხდება, გვერდით მდებარე სკვერის მოწესრიგება ხდება, სადაც გარე ტრენაჟორები დამონტაჟდება გადახურვით. ამაზეა საუბარი. და როდესაც გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ ეს თანხა მოახმარეთო სახურავსო, ანუ ეს ბუნებრივია, რომ კომპეტენციის პრობლემის საკითხია, იმიტომ რომ სახურავს 50,000 ლარი ბუნებრივი არ ეყოფა. სტიქიური ობიექტების რეაბილიტაციისთვის იქნება მობილიზებული ეს თანხა, ბუნებრივია თავიდან ბოლომდე მოხდება სახურავის აღდგენა. რაც შეეხება რემონტს, იმ რემონტში უბრალოდ არ იყო ეს სახურავი გათვალისწინება, შემდგომ დაზიანდა სტიქიური მოვლენების შედეგად. ლის საბავშვო ბაღზე ქართული ოცნება გვეუბნება, რომ რატომ არ მიმდინარეობს შიგნით სასწავლო პროცესი, ანუ ბავშვები რატომ არ არიან ბაღში. ახლა თქვენ შეგიძლიათ წაბრძანდეთ ლის საბავშვო ბაღში და ნახოთ. თუ იქ შესაძლებელი იქნება ბავშვების შეყვანა, მე დღეს ვეცარ განცხადებას. პირველი, რომ არ არის აღჭურველი და მეორე, ძალიან ბევრი ხარვეზები იყო მშენებლობაში.